თემა რაც მინდა ვთქვა. რაღაცის განცხადება არ უნდა გააკეთო კაცმა იმის გამო, რომ დღეს შენ დაპირისპირებაში ხარ ხალხთან და ამით გინდა ეგ გადაფარო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, ძველი ვიდეოა ის, როცა პატრიცემული ამბობს, რომ რუსებს რო აგინებს, ვის უყვირს რომ რუსებს აგინებს, ან ვის უყვარს რუსები. ვის უყვარს რუსები, ნუ გამაგიჟებ, ოკუპანტი რუსები, რომლებმაც ჩემი ქვეყნის 20% მიიტაცეს. ჩემი მეგობარი ომში მოკლეს. ჩემი როგორ გითხრათ, მთელი ბავშვობის ტკივილი აფხაზეთიდან იწყება და სამაჩაბლოდ იმთავრდება და 12-ში სამხედრო პოლიციამ გამომაგდო გორიდან 2008 წელს ჩემი ძმაკაცის მამასთან ერთად. კიდევ ამბობ, თუ დაგჭირდებით დაგიძახებთო, იქნება გავიდნენ რუსებიო, აი სულ რუსები მესმის. და დღეს წლებია უკრაინას ბომბავენ, ბავშვებს კლავენ და როგორ შეიძლება მე ეგენი მიყვარდე. პუტინის დედა მომთხან, მაგის პოლიტიკის, მაგათი ბოლო ამერიკაში ვარ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვარ. ჩემი ქვეყნის მერე ყველაზე მეტად მიყვარს ეს ქვეყანა და ჩემი მეორე სახლია და როგორ შეიძლება მე რუსეთი მიყვარდეს, ან რუსეთს არ ვაგინებთ. მაგრამ უყურე ახლა ერთი კარგი კაცი, რომელიც ოპოზიციაშია, ოპოზიციურად განწყობილია, უბრალოდ ოპოზიციაში კი არ არის, და გამოვიდა დღეს და დაწერა კარდი თუ ვიდეო ქონდა, რომ რა არისო ეს ხალხიო, რომ შეუვარდით კომენტარებშიო და ლანძღავთ. ნამდვილად არ უნდა შეუვარდეს არავინ კომენტარებში მერაბს და არ უნდა გალანძღოს. პირველი მე ვიყავი, როცა საჭირო იყო დავიცავი, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემს მიმართ უპატრიცემულობა გამოიშინა და ჩემი ჯანსაღი კრიტიკა ვერ აიტანა, ჩემი კომაგობა ვერ გააფასა და უბრალოდ დამბლოკა. პირველი მე ვიყავი, როცა რაღაც თემა წამოიწყეს, რომ ვთქვი, რომ არ შეიძლება ეგრე. და არავის არ აქვს უფლება, რომ რაც არ არის კონკრეტულად მისი საქმე, მხოლოდ იმიტომ გაიხსენოს, რომ დღეს რაღაცა წინააღმდეგობაში მოდის მისი აზრები ჩვენ. არ არის ეს სწორი, მაგრამ შენგან მიყვარს ჩემო კაი კაცო, კიდე გეუბნები პატივისცემას გიფიქსირებს, საერთო მეგობარი, საერთო ახლობელი ბევრი გყავს. ხალხი გავიწნება, ანუ რა გონი ეხა შენ რაც გააკეთე განცხადება. ეგ ჩვენ არ ვიცით როდინდელი ვიდეოა, მხოლოდ ახლა რო არის, იმიტომ წინ წამოწეული რომ გადაფაროს ის აგრესია, რაც ჩვენი ტკივილი ილია თოფურიას წაგებაზე, ვერ ვამბობთ, რაც წაგებაზე არ არის კაცი ჩემთვის წაგებული, მაგრამ ფულწელზე და ფაქტიურად ესია კაცი ხო წაგებულია. ვისთვის წაგებული, ვისთვის მოგებული, ჩემთვის მუდმივად ჩემპიონი და არასწორად დამარცხებული. აი ჩემთვის ასია, რა ვიცი. ვერავინ ვერ დამარცხნებს, რომ ილია თოფურიამ კიდევ ამბობ თავისი ინიციატივით დამარცხდა იმ ბრძოლაში, ანუ რამე არ გააკეთა ისე როგორც საჭირო იყო, უბრალოდ ზედმეტად ძლიერი იყო. მე მგონია რომ კედელს ებრძოდა, რა ვიცი, ესე მგონია რა. და არ გადავალ ამ აზრიდან რა, სანამ თვითონ არ გააკეთებს განცხადებას. და გინაცვალე ჩემპიონო, ჩემთვის ნამბერ 1 ხარ შენ და კვარა ვამბობ რა და სულ ვიქ. აი ეს აგრესია რო იყო, რომ ხალხს ამჯეროდა და მაინდა-მაინც ექსპერტები უნდა ყოფილიყავით და ხან გინება იყო ჩვენს მიმართ დიდიბად, ხან რაღაცა და გვეთქინა და ვთქვით, რომ ეს როგორ შეიძლება. ამის გადასაფარად განმოგდებული ქარდით რომ გამოხვედი და დაიწყე ხა იმაზე აპელირება, რომ ხალხი უბრალოდ იმის გამოა გამწარებული, თორე რუსეთი ვის უყვარს, მან ხალხიდან 80% რუსეთი არ უყვარს. როგორ შეიძლება შენ ხალხი ლანძღო, ან როგორ შეიძლება ისე ითამაშო და რაღაცებზე ლავირება გააკეთო. ხო, თორდიკე შენი კარდი უნახე, რა უნდა ვთქვა. ვითომ არ იცი რაზეა ხალხი გაბრაზებული, ან ვინ არ ეთანხმება მერაბს მაგაში, ვინ არ ეთანხმება. იმის არ იყოს მარტო იმაზე რო აკეთებდნენ აქცენტს გაყიდვაზე, ბრძოლის გაყიდვაზე, 10 კაცმა თქვა გაყიდვა და ყველანი ვისაც უბრალოდ ილიას წაგება აგბერო და იმათ კაცში მოგვაქციეს და თქვით რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი დასხოვება და ილიას რო კაცი ბრძოლის გაყიდვას დააბრალებს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რომ ილიასთვის არაფერია და ამაზე არასწორი ნათქვამი ვითომ არ იცით თქვენ და ჩვენ ვისაც უბრალოდ გეიჯირო ძალიან ძლიერი გვეჩვენებოდა, აი მაგათში რო არ უნდა აგვრიოთ და შეგვადაროთ, აი ზუსტად იგივეა ახლა ეგ რა შენ არ იცი ხალხს
რა აგრესია აქვს და რა ტკივა და რატო აქვს ბიფი მერაბთან და ზუსტად მაგ დროს ჩაშვებული კარდი როა ახლა ეგ რომ გადაფაროს ეს რაღაცა და წინ წამოწიოს მერაბის ჩემპიონობა და კაცობა არიცი რა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება მაგაში ან რამე ზედამეტი სიტყვა კი არ მიკადრებია კაცო მაგის მას მოგებებზე და მაგის ჩემპიონობაზე და მაგის იმაზე რაც ენერგია და სოფლიო ჩემპიონატს ვერ უყურე ჩემს საყვარელ ნიდერლანდების ნაკრებს ისე ვარ განერვიულებული სოფლიოს ვერ უყურე ჩემ ფეხბურთს ვერ უყურე ნამბერ 1 სპორტს ისე გამიტაცა ამ სპორტმა ეუბნები ჰოლანდიამ რომ მოიგო აი უბედნიერესი ვითხრეს და იქ ამეხარდა მაგრამ რაღაც პონჩი დიდად არც მაინტერესებს ხო და ეხა რას ამბობ შენ თორნიკე რომ ხალხი ჩვენ სულელები ვარ და არ ვიცით რა დროს რა და ვის როგორ უნდა მივცეთ პადეშკა შენ არიცი იქ რა კომენტარებიც არის ძირითადად იქიდან არის გამოწვეული რომ ხალხმა შეურაცხყოფად მიიღო ის რაც თქვა ჩემპიონმა და ვფიქრობ რომ მანას რა ვიცი ხელგულზე თქვა მაგრამ ამდენი ხანი ეს ხელიგული როგორ არ გაუნელდა და არ თქვა ხალხო რომ ესე და რაღაცა რა გვაქვს ჩვენ მერაბთან საჩხუბარი ან რამე ან რატო ყოფთ ასე უბრალოდ საზოგადოებას ესე რატო იქცევით ხალხო მიკვის უბრალოდ ჩვენია გაზრდა ჩვენი განვითარება ჩვენ ხო არ გონიათ 20 წლის წინ რო აზროვნება გქონდა ის გვაქვს ხალხი რომ აღარ ვთხულდებით და ურა ვაშას დაძახილზე აღარ ვარდებით ეგ რატო ვერ გაიგეთ თორე რომელ ქართველ შეიძლება რუსიან რუსეთი მოწონდეს ეხა მე არ ვიზახი კონკრეტული ვიღაც რუსზე რომელსაც არ უყვარს პუტინი და არ ემხრობა პოლიტიკას გამოქცეულია და იმათ აკეთებს იმათთან მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს ვისაც ეკუთვნის ჩვენგან გინება ლანძღვა იმათზე ვამბობ და ასეთია ძირითადად 80% იმიტომ რომ ძირითადად ეგენი არიან როგორ გითხრათ იმპერიალისტური ქვეყნის წარმომადგენლები თავისი იმპერიალისტური ზრახვებით და ასე შემდეგ რა მე ვიცი და აქ არიან ბევრი რუსები და ვიცი მე მაგათი შეხედულებები და ასე შემდეგ რა დავიდან ერთი ხო და მაგას ვამბობთ ისე ვიყავით გამწარებულები ლამაზი რუსის გოგო რო დავინახოთ იმას არ გვინდა თუ ამას ვიცახოდით ვაჟკაცი კაცები ისე გვესიზღებიან ეგენ თქო და ჩვენ ვინ გვასწავლის რუსის წიწულს ან ვინ უნდა გვითხრას მაგაზე რამე მაგრამ ყველაფერი რო შედარებითია და რატო ხდება ეს მე იმიტომ ვარ მართალი კაცი რომ მე ვიღაცას ვამხკელ ეს ბიბლიურად არის სწორედ ვიღაცას მე კი არ გავიჩი მე რაღაცა რო არ მომწონს ის უნდა ვამხილო და ვთქვა რომ ეს არ არის სიმართლე თორე ჩემთვის ავტორიტეტები ჩემთვის ავტორიტეტია ღმერთი მორჩა დაფარი მამა ჩემია ჩემთვის ავტორიტეტი და ირაკლი იყო კიდე ჩარკვიანი რა ვიცი ხა როგორც კიდათ ისე გაიგო და სხვათა შორის ილიაა თოფურია ავტორიტეტი ეს ჩემზე ახალგაზრდა ბევრად მაგრამ ცხოვრებით დიდი ადამიანი დამიწყებთ აქ რაღაცეებზე ლაპარაკს და გამოხვალთ და ისა და ისა ყველაფერი ვიცით კარგად ყველაფერს ვხვდებით კარგად ასე რომ არ გინდათ ეს რაღაცა და სამი დღე რომ მოისვენებ და მეოთხე დღე სივგონებაზე დასტოინსტროჩკას რო დაარტყავ რომ კინდა გადასტროჩკო ყველაფერი და ვსიოში აკაო ეს არა თავარია ხალხი ხო და მე ასე ვიტყვი ხალხო მასა რომელსაც მე ისი არ აღვიქავ რომ მასას უნდა პური და სანახაობა ჩვენ აღარ ვართ ეგეთი მასა დავამსვლიეთ ჩვენ ეს სტერეოტიპები ჩვენ უკვე ის მასა ვართ რომელიც სიმართლის მხარეს გავართ ვეღარ გაიგეთ თქვენ რომლებსაც სიმართლე გვაინტერესებს და ტკივა უსამართლობა და სიმართლის მხარეს ვდგებით ვერ ვხვდებით და ჩვენი ესე აზელვა და მოდი ესენი იდიოტები არიან და რაღაცას გადაუგდებ და აიტაცებენ აღარ ხდება ასე არა ვერ გაიგეთ მე ვიქნებ ის კაცი პირობას გაცნებ ხალხო ჩემი სიცოცხლის მანძილზე რომელიც ყოველთვის იტყვის იმ სიმართლეს რა სიმართლეც ხალხშია და მასაშია იმიტომ რომ მეც იმ ხალხის და მასის უბრალო წარმომადგენელი ვარ და რას უნდა მივახციო ცხოვრებაში რომ ეს დამავიწყდეს ნეტა კი მიმაქცევია რამეს და ჩემი ოცნება არის რომ მივახციო მაგრამ ეს თუ დამავიწყდა ღმერთმა იმ წამს დამაკარგიოს ყველაფერი თუ რამეს მივახცევ როგორ შეიძლება ასე რაღაცეების გადატანა, გადმოტანა, შემოგდება, გადმოგდება არ არის სიმართლის მხარეს უნდა იყოს სიმართლიან თავად მხარე კი არ უნდა იყოს სიმართლის მხარე უნდა იყოს მხარე არის სიმართლის მხარე დანარჩენი ყველა მხარე არის სუბიექტური მხარე კომაგობის ამბავში სუბიექტურობა მისაღებია მაგრამ როცა სიმართლეზეა ლაპარაკი იქ შენ სუბიექტური არ უნდა იყოს უნდა იყოს მხარე როგორც სიმართლის კენ მორჩა და ეხა გამოხვალთ და დაიწყებთ
ვინმე 3-4 კაცი ზუდის წერას 2000 და 3000 კაცი ვიციოს სწორად და დადებითად გაიგებს და სწორად მიიღებს ჩემ ნათქვამს. აი ამიტომ აქ მე ხალხის იმედი და მე რაც გამოვედი ჩემთან აი ნახე გულით დაწერილ ვიდეოებში რომელიც არც კომენტარებისთვის, არც ლაიქებისთვის, არც ფოლოვერებისთვის არ გამიკეთებია. გულწრფელად ვამბობ. აი ზუსტად იმ ხალხისგან მივიღე დაფასება რომელმაც თქვენ გენასვალეთ რა ჩემ გულში ხარ რა ერთ რამეს მივხვდი და მთავარია ხალხი ამიტომ დარტლა ვერ მოგვერებიან იმიტომ კი არ ვერ მოგვერებიან ალაზანზე რო გაიფრთხილებს ის რო ყვება მურუსიძე ლექს მაგიტო კი ვერ დაგვამარცხებენ აი იმიტომ ვერ დაგვამარცხებენ რომ ხალხია მთავარი და ხალხი ვარ ჩვენ და სიმართლის ხარეს გავარ ხო და ყველაფერს ვხვდებით და მორჩით ამ ნაცრის შეყრას თვალებში პოზიციან ოპოზიციან და ასე შემდეგ რა და იგნორს დასტოინ იგნორს დაანებეთ კიდე თავი რა თუ რამე გაქვს სათქმელი თქვით როცა სათქმელია მაშინ 4-5 თვის შემდეგ რაღაცა წლების გადასტროჭვა რო გინდათ არ გამოვა მასე არ გამოვა ბაბაია დამტავდა ეგ ხო და გაუმარჯოს სიმართლეს რა და ყველა სიმართლის მოყვარულ ადამიანს და თუ ჩემგან შეურაცხყოფამ როდესმე ვინმეს მივაკენო ესე თუ რაღაცა თვითონ რაღაც წითელ ხაზებს არ გადავიდა და მეც ემოციურობა მაგრამ თუ მე ოდესმე ცუდი ვთქვა ვინმეზე მით უმეტეს მერაბზე რა ვიცი მაშინ ძმაო დღესაც ვოცხებობ როდის გაუგელიჯავს პიტერიანს თავს და ჩააკმენდიებს ყველას ხმას და მე არ თქვათ რომ აი ასე და ასეო ჩემზე ბედნიერი ბევრი არ იქნებით რა ღმერთმა მაგ დღეს მომასწროს და რაც შეეხება ილიას დაბრუნებას კიდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო ის პერანგი ჩავიცვი რომელიც 4 წლის წინ ჩამოფრენის დროს მეცვა ამერიკაში რა რატომღაც და გამოვედი ეხლა და მივდივარ სამუშაოდ იმიტომ რომ არ დამეძინა იმდენად დეპრესიული იყო ჩემი ოთახი გადავალაგე რაღაცეები დღე დავიძინე ავდექი წყალი გადავივლე და წამოვედი აი ზუსტად იცი როგორ წამოვედი თავიდან რომ უნდა ცურვა ისწავლო ოღონდ კოჭებამდე წყალში არა ეგრე წამოვედი რა და აღარ ვაპირებ და მოკლედ და რაც იქნება მე ერთი რამე ვიცი ეხლა რა თავი უნდა დავხარო ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე და სიმართლეს თვალები არ უნდა დაუხუჭო და თუ ვინმე რამეს გამოვა და იტყვის აი ის რო არის ოცნების პროპაგანდისტი ის ბიჭი ის ფლოპინა თავით რა ქვია იმას YouTube-ზე და რუელას რო ბავშვებზე და რაღაცეებს რო ხადდაობს ეგრე კი არ უნდა ამხილოს სიმართლე ეგ სიმართლე ისე უნდა თქვა როგორც მე ვამბობ ამაში რო არ ვიყო დარწმუნებული რომ მართალს ვამბობ არ ვიტყოდი რადგან ვიღაცეების ლანძვით ვიღაცეების გინებით ვიღაცეების მხარეს დგომით სიმართლე არ იქნება სიმართლე ეს იქნება სუბიექტური სიმართლე თუ გინდა რომ ობიექტური სიმართლე იყოს ყოველთვის სიმართლის მხარეს უნდა დადგენ გააკეთებს ოპოზიცია კაის უნდა თქვა გააკეთებს პოზიცია კაის უნდა თქვა მორჩა დამტავდა აღარ უნდა ამაზე მეტი ლაპარაკი всё 2 ჯერ 2 არის 4 კარგად ზანდებოდეთ ყველა